ნანუკა, შენ იმ ოთახში იყავი, სადაც ჩემი თეთრი ბიჭი გავზარდე. იმ ოთახში, სადაც ჩემი ცუცა დაგხვდა და მშვიდად გესაუბრა უკვე დაზარალებულის მცნებით. იმ ოთახში, სადაც მაგდას მისი საყვარელი შავი ჩაი მის გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად მიურთმევია და თან მისი საყვარელი კულინარიული გადაცემისთვის უდევნებია თვალი. გარდაცვლილი მეუღლის წინ სანთელი დაუნთია მაგ საღამოს, იმიტომ რომ მისი საყვარელი წმინდანის ნიკოლოზობა აღუნიშნავს. იმ იატაკზე დაადგი ფეხი, სადაც ამბობენ, რომ ჩემი მეუღლის სისხლი დაღვრილა. ის კარი შეაღე ჩემი 7 თვიანის თეთრი პატარა თითები ძლივს რომ ერეოდა გასაღებად. იმ ოთახში ისმენდი ფერაძის საზოგადოების ცრუს ითავხედეებს, სადაც მაგდა მეფეს და ნიაზ დიასამიძეს უსმენდა ბოლო ხმაზე. საბოლოოდ საზოგადოებას მოასმენინე მინდიკაურისა და შამუგიას ხმის ტემბრი. საუკეთესო კერძი მოამზადე ცნობის მოყვარე, მშიერი და გაუმაძღარი საზოგადოებისთვის. გემრიელად მიირთვეს უმარილო კერძი, იმიტომ რომ ძალიან შიოდად და იქნებ მოაყარო შენს კერძს საბოლოოდ მარილი პაპიძე მაგდას სახით. გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისწირი, ციხის აკადემია, მარტოობის ვიზუალური ბნელი საკანი. ეს გახდა მაგდას მისამართი. გული მწყდება ამ მისამართზე, რომ გეპატიჟები და არა ღიაცის ქვეშ. იქ სადაც მაგდას უყვარდა საუკეთესო 90-იანების მოსმენა და ჩაისმა, მაგრამ გელოდები. ტრაფარეტული კითხვარის გარეშე, დაკითხვის რეჟიმის გარეშე. გპირდები საუკეთესო რესპონდენტი ვიქნები შენი პრაქტიკის ისტორიაში და ვისაუბროთ უკომპლექსოდ პირად ურთიერთობებზე, დედაშვილობაზე, ქართულ მენტალიტეტზე, გენდერულ თანასწორობაზე, ოჯახის ცნებაზე, მონადირის ცნებაზე, გალაქტიონსა და გამსახურდიაზე, სელინ დიონსა და პინკ ფლოიდზე, ლაშქრობაზე, იარაღის სროლის სიყვარულსა და საბოლოოდ შემოდგომის ლეგენდებზე, ჩემს საყვარელ ფილმზე. ყველა იმ ცნებაზე, რისთვისაც გავსამართლდი შვილმკვდარი დედა. მე გელოდები მშვიდად. მაგდა, დარეჯან მინდიკაურისგან საზოგადოებასთან წარდგენილი მონადირე გოგო. და აი დადგა ის დღე, როცა მაგდა პაპიძე პირველად მოგიყვებათ საკუთარ ვერსიას. ინტერესს აასმაგებს მისივე გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც ქმრის და შვილის მკვლელობაში ბრალდებული ჩვენებას აძლევდა სასამართლოში, მისივე გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა. ანუ